მუშაობის 3 წლის თავის აღსანიშნავად ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კატის თათის ნისლეული, სახელწოდებით NGC 6334 გადაიღო. გიგანტური კომპლექსური მოლეკულური ღრუბელი, რომელსაც ეს სახელი კატის უზარმაზარ თათებთან მსგავსების გამოუწოდეს. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ადგილზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა, სადაც მატერიის გროვები მასიურ ვარსკვლავებად გარდაიქმნება და ირგვლივ ყველაფერი დაბინდულია მტვრისა და მოლეკულური გაზის ღრუბლებით. ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი კამერის ნირკამისმენ გადაღებულ ფოტოებზე ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპი ჩანს. ზედა ნაწილში, შუაში, მოჩანს სტრუქტურა, სახელად ოპერის სახლი. ჩვილი ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ანათებს და გარშემო მტვერს მიმოფანტავს. ეს გახლავთ ვარსკვლავის წარმოქმნის ერთ-ერთი ბოლო სტადია. ფოტოს შუაში, სქელ ყავისფერ მტვერში, მანათობელი წითელი ლაქები ჯერ კიდევ დაბინდულია ნისლეულის მატერიით, რომლებშიც ვარსკვლავთ წარმოქმნა აქტიურად მიმდინარეობს. მაღლითა მარჯვენა ნაწილში ნარინჯისფერი რეგიონი არის ადგილი, სადაც ვარსკვლავთ წარმოქმნა ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა. ცისფრად მოციალი ნათებები არის ზონები, სადაც ვარსკვლავთა სინათლე ღრუბელში მიმოიფანტება. მტვრის ფილამენტები, სადაც სინათლე ძნელად აღწევს, მიუთითებს, რომ იქ სიმკვრივე საკმარისად მაღალია, რათა ახალ ვარსკვლავთა დაბადება დაიწყოს. გაზის მკვრივი კვანძები საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება და ჩვილ ვარსკვლავთა თესლებს წარმოქმნის. მონურჯო მოთეთრო ნათება ეკუთვნის სრულად ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებს, რომლებმაც გარშემო მატერია უკვე მოასუფთავეს და კოსმოსში თავისუფლად ანათებენ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.